მოვედით კონსერვატორიის დიდ დარბაზში. პირველი ჩემი ჩანახატი გაკეთდება აქედან. თემა ეხება ორგანს, საორგანო მუსიკას და ჩემი სტუმარია საქართველოში ამ სფეროში ყველაზე მაგარი პროფესიონალი, კონსერვატორიის პედაგოგი, ორგანისტი, ძალიან კეთილი და თბილი ადამიანი, ლია ბაიდოშვილი. გარედან ასე გამოიყურება. აბა დაილაპარაკე შიშინიან რამე ხო? გამარჯობა სოფიო. ლია უკვე ინსტრუმენტთან დამხვდა. და მე დავიხვეწოთ. დასახვეწი ვიქნები კი ნამდვილად. მარტო შენ არა. ლია, რატო ორგანი? რატო ორგანი? გააჩნია როდის? ახლა თუ მაშინ როცა აი როცა გადაწყვიტე რომ მიგეძღვნა ჩემი პროფესიული საქმიანობა ორგანისტის. იცი რა, ტემბრალურად იყო ისეთ როკის მომგვრელი, ისეთი შთამბეჭდავი. რომ ეგრევე გადაძალა ჩემი ფორტეპიანოზე სწავლება. და უფრო მეტად აქ დავიჭერთ თან ის რომ დამხვდა ქალბატონი ეთერი. ქალბატონი ეთერი, რომელიც იყო უმკაცრესი, მაგრამ იყო ძალიან დიდი მცოდნე საორგანო ხელოვნების. აქვე ვიტყვით რომ ქალბატონი ეთერ მგალობლიშვილი საქართველოს ისტორიაში გახლავთ ორგანთან დაკავშირებული ის ადამიანი, რომელმაც შექმნა მთელი ეპოქა. და მისი დამსახურება ამ სფეროში არის მართლა წარმოუდგენელი და ლია არის ფაქტობრივად მისი მემკვიდრე. ქალბატონ ეთერის მეშვეობით დაიდგა ეს ინსტრუმენტი, შუკეს ინსტრუმენტი 1963 წელს ჩამოიტანეს და ინსტალაცია მოხდა 64 წელს, 1964 წელს. და კარგი არჩევანი გააკეთა, იმიტომ რომ საბჭოურ სივრცეში ძირითადად ჩეხური ინსტრუმენტები იდგმებოდა და არჩევანი მე ვფიქრობ ერთ-ერთ საუკეთესო ფირმაზე. განსხვავება რაშია? თქვათ გერმანული წარმოება, სხვა ევროპული ქვეყნების წარმოება და თვითონ ინსტრუმენტებში თუ არის სხვაობა. რა თქმა უნდა იქნება და შენ გეცოდინება ეს დეტალები. არც ერთი ინსტრუმენტი არ მეორდება, ფირმაც კი არ იმეორებს ინსტრუმენტს. ყველაზე საინტერესო. ყველა უნიკალურია. ყველა უნიკალურია და მორგებულია იმ სივრცეც, სადაც ინსტალაცია ხდება. და შესაბამისად გააჩნია რას შევადარებთ ფირმის მიერ წარმოებულ ინსტრუმენტებს ერთმანეთს თუ სხვადასხვა ფირმებს. ჯერ ერთი ქვეყნების მიხედვით, ეპოქების მიხედვით არის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი, როგორც ტემბრალურად, როგორც კონსტრუქციით, ჟღერადობით, შესაძლებლობებით. მოდი ახლა ცოტა ახლოს გაგვაცანი, აი თვითონ ამ წუთას, აი აქ წინ რასაც ხედავთ, მანუალების, პედალების და რეგისტრების ამბავი გავიაროთ ჯერ, მე მგონი. სამმანუალიანია ჩვენი ინსტრუმენტი. არის პედლით, ქვემოთ რასაც ხედავ და არის 40 რეგისტრიანს უწოდებთ. რეალურად 46 ციფრს ხედავთ, მაგრამ 40 რეგისტრიანი შესანიშნავი ინსტრუმენტია. ეხლა ფართო აუდიტორიას აუხსენი რეგისტრები რას ნიშნავს? რეგისტრები. ჯერ უნდა აუხსნათ მაშინ მთლიანად კონსტრუქცია რა პრინციპზეა, ხო? ძირითადად ალბათ ჯობს რომ შევიდეთ და ვნახოთ იქ საბერველიც როგორ გამომუშავდა იქ ჰაერი ელექტრომოტორის მეშვეობით გამომუშავდება ჰაერი, მიეწოდება მთლიანად მილებს, შიგნით გადანაწილდება და რეგისტრის მეშვეობით რასაც გამოვწევთ, შესაბამისობაში მოდის ის რეგისტრები, ჰაერი ყველგან მიედინება და გვიჟღერს ის რეგისტრები. არის ლაბიალური მილები, არის ენაკიანი მილები,
მარტივად რომ ვთქვათ, აი ფლეიტების ჯგუფი იმიტაცია არის, შეიძლება იყოს საყვირი, გუდასტვირი, იყოს ის ძველი ინსტრუმენტები, რომელიც უკვე აღარ არის და ბაროკოს ინსტრუმენტებად შემორჩა და უმრავლეს ინსტრუმენტები კარგ ორგანებში, რა თქმა უნდა, თავმოყრილია. თავმოყრილია და ანუ მაქსიმალურად რამდენი რეგისტრი შეიძლება იყოს? ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა. მოდი ვთქვათ, რომ მარტო 5000 მილი ჩვენთან არის ჩვენს ინსტრუმენტში და არსებობს 5 მანუალიანი და მეტი ორგანებით, სადაც უამრავი რეგისტრია. უამრავი კომბინაცია და უამრავი შესაძლებლობა ჟღერადობის. შევიდეთ შიგნით მაშინ, ძალიან საინტერესოა. მეგობრებო, ახლა შევდივართ ორგანის უკანა მხარეს, სადაც ჩვენ უკვე მექანიზმს დაგვაცნობთ ლიამ. ელექტრობამ შეცვალა იმ ხალხის შრომა, რომლებიც ამ საბერველს ბერავდნენ და გამოიმუშავებდნენ მუდმივად, ვთქვათ, ღვთისმსახურების დროს, მეცადინეობის დროს, კონცერტის დროს. ანუ დამატებითი ადამიანი ჭირდებოდა, რომელიც ამას ამუშავებდა. შემორჩენილია უამრავი საინტერესო ილუსტრაცია, სადაც შეიძლება ცოლები იყვნენ, შეიძლება ოჯახის წევრები, შვილები, რომლებიც უბერავდნენ ამ საბერველს. ცნობილ ორგანიზმზე, მაგალითად, იოჰან სებასტიან ბახს ნეტა შვილები თუ ეხმარებოდნენ, სავარაუდოდ იყო დახმარება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, უწყვეტი ჰაერის მიწოდება და დღეს ამას უზრუნველყოფს ელექტრობა. დანარჩენი ისე როგორც ყველა მექანიკურ ინსტრუმენტში, ჰაერი გამომუშავდება აქ გუდაში. გუდაში, ხო, რა ვიცი, შეიძლება უკეთესი სიტყვაც არსებობს. გამომუშავდება, მიედინება მილით და ახლა შევდივარ. მოვწანდით. ნახეთ. ეს ჰაერი მთლიანად გადანაწილდება. აი, ნახეთ, ეს არის მილი და გადანაწილდება. აქ არის მეორე სართულზეც უამრავი მილი. მიაქცეთ ყურადღება, რომ არის მივხვდით ხო, აი აქ მილები ჩანს და უკვე იქ სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა მასალის. არის ხის, არის სპილენძი, კავა, არის კონუსისებრი, აი უკან განსხვავებული მილებია. აი აქ ჩანს ფერით სპილენძი როა. აბსტრაქტებია, რომელიც აკავშირებს კლავიშებს და აი ამის მეშვეობით ეს ძალიან იუველირული ნამუშევარი, ხელით ნამუშევარი, ეს თითოეული ნამუშევარი, აი წარმოიდგინეთ, ნახეთ, ფირფიტებია ესეთი ამ სიგრძე და უამრავია, რომელიც ეხმარება მილში საფხელის ეს არის, ანუ ხის არის და არის, ან გადაბმული არ არის არსად, არის მთლიანად გაკეთებული. ძალიან საინტერესო. ამ შემთხვევაში ან როგორ ჩამოიტანეს ასე სათუთად ინსტალაციის დროსაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ამის სათუთად დაყენება, შენახვა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ტემპერატურის, ტენიანობის შენარჩუნება, რასაც ჩვენი ძალებით ვცდილობთ აქ დამატებით ავზებს ნახავთ, ხო? სადაც წყალია, წყლის ავზები ივსება და ის აღრიცხვა, რაც გვაქვს 74 წლიდან ვაკვირდები, გვაქვს ჟურნალები და ტენიანობა იყო 70%-ით, 74%-ით, აი 73-14 წელი, ხო? იმ დღეს სრული და დღეს არის აბსოლუტურად სხვა მოცემულობა. 30%-ია, რომელსაც ვებრძვით ახლა ამ ბოლო დროს 55%-ამდე უნდა იყოს. 74%-დან ჩამოსულია. ესე იგი, 30%-ზე. შეიძლება ისე გამოშვეს, რომ დაზიანდეს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთან, რომ იყოს ტენიანობა მაღალი, რადგან შენარჩუნებული იყოს ხის თვითონ ტენიანობა ხეში. მოქმედებს, რა თქმა უნდა, იმ წყობაზეც,
ტენიანობის ცვალებადობა, ტემპერატურის ცვალებადობა. ტენიანობის და ტემპერატურის ცვალებადობა ამ ხელა შეიძლება მთლიანად ხო, რა ხო, თქმა უნდა. პატარა ინსტრუმენტებზეც კი მოქმედებს კლავიში. და რომ არ გამოშრეს, უპირველესად ხის მილაკებზეა პრობლემა. გასაგებია. ტენიანობის შენარჩუნების. ეს ალბათ აი რაღაც ცენტრალური გაჭფობები რო ამოქმედდა რაღაცის გამო. მოულოდნელი ცვლილება, კი, ეგეც მოქმედებს, რა თქმა უნდა, უცებ რომ ეხება გაჭფობა, რა თქმა უნდა, უეცარი ტემპერატურული ცვლილება და ეს არის ძალიან გასაფრთხილებელი ყველა დარბაზში, რა თქმა უნდა, ყველა ინსტრუმენტი. გასაგებია. ორგანზე განსაკუთრებით. საქართველოში არსებული სხვა ორგანების შესახებ მე ერთადერთი ვიცი რომ აფხაზეთში იყო ტაძარში კიდე ორგანი ბიჭვინთაში და ახლაც დგას ფუნქციონირებს შუქეს ინსტრუმენტია უბრალოდ სტომა არ გვაქვს იყო ასევე ბათუმში ერთ-ერთი შესანიშნავი ფირმის დადასტურებულად ქეთინე გოგოლაძემ გამოიკლიეს არქივებში ნახა რომ გასაბჭოებამდე დაიდგა ზუბალაშვილების ჩართულობით კათოლიკურ მამისიამ, რომაულმა მისიამ შეიძინა ეს ინსტრუმენტი და გასაბჭოების შემდეგ სამწუხაროდ ტრაგიკული ბედი ეწვია. ის მილები, რომელიც გადარჩა, ის ადამიანიც კი, ვინც უვლიდა ბერი გაბრიელი ეზოში დახვრიტეს. მერე ეს მილები გაურკვეველ ვითარებაში საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გაიტანეს ტაძრიდან, რაც ეყარა, ხო, იქ ეზოში მერე კი მოგროვდა და აქედანაც ჩავიდა ჯგუფი, უკვე მოგვიანებით, როცა აღდგენაზე არ იყო აქ მოსკოვის თუ სწორად მახსოვს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში იდგა იდენტური ინსტრუმენტი და მოითხოვეს მათ ამ მილების წაღება და ეს მილები იქცა დონორად იმ რემონტის დიდი რემონტისა. და ეს იყო ძალიან ისეთი უცნაური და ცუდი ფაქტი. იქამდე იყო მაღალი ძაბვის რაღაც ლაბორატორია, ბევრი სახეცვლილება იყო, მაგრამ აი ასეთი ტრაგიკული დასასრული ჰქონდა ამ ინსტრუმენტს. დანარჩენი თბილისშია ეხლა? დანარჩენი თბილისშია. ჩემმა მოსწავლემ მყავს ძალიან კარგი მეგობარი მოსწავლე. დიახ, ლიას მოსწავლეები მისი მეგობრები არიან კი. ხო, არა, ის ასაკითაც ჩემზე უფროსია და საფრანგეთში მოღვაწეობს, ეხლა გერმანიაშია. და მან გამომიგზავნა მარკა, სადაც იყო ბათუმის ორგანი აღბეჭდი. ერთადერთი უნიკალური მარკა გამოუგზავნია. უნიკალური მარკა, სადაც აღბეჭდილია ორგანი, ასევე ის ტაძარი. ასევე განადგურდა უკვე მე-20 საუკუნეში ქუთაისში მდგარი კათოლიკურ ტაძარში მდგარი ორგანი, რომელიც ძალიან სამწუხარო ვითარებაში დაიკარგა. ასევე გვაქვს ჩვენ სლივინსკის პირველი ორგანი ჯერ კიდევ მეფის რუსეთიდან, რომელიც კათოლიკურ ტაძარში დგას, მარჯანიშვილზე ზემოთ. ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ აბესაძის ქუჩაზე, აქ თავისუფლების მოედანთან ახლოს, დაახლოებით 2 წლის წინ იტალიელებმა კათოლიკურ ეკლესიას გაუკეთეს საჩუქარი და გადასცეს შესანიშნავი პატარა ორგანი. ტაძარიც პატარა და არის ძალიან სიმპათიური რეგისტრებით შესანიშნავი ინსტრუმენტია. და დგას არის ელექტროინსტრუმენტი კახიძის ცენტრში და არის აქ საკონცერტო მექანიკური ინსტრუმენტი. მაინც ესე იგი არც ისე ბევრი ინსტრუმენტია საქართველოში ამჟამად ფაქტობრივად თითზე ჩამოსათვლელი ქვია. თითზე ჩამოსათვლელი და მათი მოვლა კიდევ სხვა პრობლემა და ხარჯიც არის და თან სპეციალისტი, რომელიც მადლობა ღმერთს დღეს უკვე გამოგვიჩნდა, ჩვენ ყავს გადამზადებული შუქეს ფირმაში სპეციალისტი და ერთად ვცდილობთ რომ რაღაც ის ხარვეზები რაც გვაქვს, რაც მუდმივად ჭირდება გამოსწორება აღმოფხრათ ცოტა სალოლიავებელი ცოტა არა ძალიან კი
ლია, ორგანი თუ ორღანი და რატო? ორივე სწორია. აჰა. წლების წინ იყო დიდი დავა და ჩავერთეთ ფილოლოგებიც, ჩავერთდნენ ხელოვნებათმცოდნეებიც, ეს იყო თუმანიშვილების ოჯახში მიტიკო თუმანიშვილთან, დიმიტრი თუმანიშვილთან, ჩემი მასწავლებლის ჩართულობით, რა თქმა უნდა. და რადგან ორგანუმიდან მოდის ლათინური სიტყვიდან, გადაწყვიტეს რომ ვთქვათ ორგანი. თუმცა ასევე სწორია ორღანი. გღს მოხმარება ამ შემთხვევაში ორივე შეცდომა არ არის მოკლედ. არანაირად. თუმცა წლების განმავლობაში უკვე დავამკვიდრეთ ორგანი, საორგანო კონცერტები. გასაგებია. მოდი ახლა ვილაპარაკოთ ცოტა ალბათ მუსიკაზე. რადგან ეს ჩემი ვიდეო ჩანახატები ადამიანებსაც ეხება, თემებსაც, მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი თემა მუსიკა არის. ვისაუბროთ მუსიკაზე. და შემდეგ უკვე მინდა რომ ქალბატონ ეთერზეც ცოტა უფრო დაწვრილებით მოგვიყვეს შენ და ასევე ორი სიტყვა გითხრა შემდეგ იმ არქივზე და იმ დიდ მასალაზე რომელიც შენ დაგიტოვა და მინდა რომ აუდიტორიამ ეს ყველაფერი იცოდეს და აი ამ ვიდეოს საშუალებით ეს ამ ფორმით შევინახოთ. ნახე ყველაზე საინტერესო ამბავი რაც საორგანო მუსიკაშია, ჩვენ თქვით რომ არც ერთი ინსტრუმენტი არ მეორდება. ასევე კომპოზიტორი, განსაკუთრებით ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორები, რაკურსაც ჩვენ ვთქვათ კონსერვატორიაში გავდივართ, არ უთითებდნენ ჟღერადობას, რა, როგორი ჟღერადობით უნდა დაიკრას ესა თუ ის ნაწარმოები. შესაბამისად, საორგანო საშემსრულებლო ხელოვნება არის ბევრად გასული იმ ჩარჩოებიდან სამეცნიერო სამუშაოებში, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ძალიან დიდი ძიება გვიწევს ვიცოდეთ იმ ეპოქის საკრავები, იმ სკოლის თავისებურებები, რომელიც შეიძლება რომ იმიტირებულად მერე ჩვენ აქ გამოვიყენოთ და გავაჟღეროთ, ხო? აი მარტივად რომ ვთქვათ ის საკრავები, რომელიც ვთქვათ ბაროკოს შემდგომ ეპოქაში შეიქმნა, ბახის შესრულების დროს არ უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ იმ დროს არ არსებობდა, ხო? აი ეს ელემენტარული ცოდნა ამ ისტორიული ფაქტების, სხვა ძიებების, დანიშნულების, როგორ უნდა ჟღერდეს მუსიკა, თუნდაც ლიტურგიის დროს, თუნდაც საკონცერტო სივრცეში, ხო? ლიტურგიულ ბმაში განსაკუთრებული ცოდნა საჭირო, ლიტურგიკის წესის სად რომელ ნაწილში მონაწილეობდა ორგანი, რა ფუნქცია ჰქონდა, ჩვენ გავდივართ ალტერნატიულ შესრულებასაც, ეს გუნდის, ქოროს და ორგანის მონაცვლეობით იმ ძველ მუსიკაში. და უამრავი ამოუწურავი ფაქტის გათვალისწინება გვიწევს. ფაქტობრივად ჩათვალეთ, თქვენ გყავთ ორკესტრი, აქ რეგისტრების საშუალებით, იმიტაციას ვაკეთებთ სხვადასხვა ინსტრუმენტების და თქვენ აკეთებთ თითოეული ნაწარმოების არანჟირებას. არც ერთი ორგანისტის არანჟირებაც რეგისტრები არ მეორდება, როგორც ერთი და იგივე ნაწარმოები, რა თქმა უნდა, ახლა არსებობს სტანდარტები, მაგრამ ბასრულებს სხვადასხვა რა თქმა უნდა. და აი ამას მიყავხარ უდიდეს სამუშაოებთან, რომელიც ძალიან სასიამოვნოა. ძალიან საინტერესოა, რომ დაახლოებით მაინც მივიდეთ ხოლმე იმ ავთენტურ ჩანაფიქრთან, კომპოზიტორთან, ეპოქასთან მიმართებაში, ისტორიულ მოცემულობასთან მიმართებაში. დაინტერესება როგორი არის სტუდენტების მხრიდან. მე ვიცი რომ აქვთ სურვილი და სწავლობენ და იღებენ შენს საგანს, ასე ვთქვა. ძალიან კარგი სტუდენტები ყავს, მინდა ვთქვა, აი ისეთი სიხარულით მუშაობ მათთან, ისეთი აღფრთოვანება მოდის და ისეთი შრომის მოყვება. აქ ჩვენ რადგან საკონცერტო დარბაზთან ვართ ბმაში, გვიწევს დილით ადრე მოსვლა 3-ად. აი დაუზარებლად დადიან დილის 7 საათიდან და მეცადინეობენ. წარმოგიდგენთ საორგანო არჩევითი საგანი, ორგანი სტუდენტებს, რომლებიც რამდენიმე თვეა ეუფლებიან ორგანზე დაკვრის ხელოვნებას.
ახლა თქვენ უყურებთ ლია ბაიდოშვილის მიერ წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ ორგანიზებულ ღონისძიებას საათი ორგანთან, რომელიც სტარტდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში და ეს არის ლიას კლასის, საორგანო კლასის საჩვენებელი ღონისძიება, რომელიც ატარებს სხვადასხვა თემატიკას. ამ შემთხვევაში ეს ღონისძიება ეძღვნებოდა ფრანგულ საორგანო მუსიკას. აი ზუსტად ახლა ლია ამზადებს ინსტრუმენტს, რეგისტრებს იმისათვის, რომ შემსრულებელმა შეასრულოს კონკრეტული ნაწარმოები იმ რეგისტრში, რომელშიც დაწერილია ან შერჩეული აქვს შემსრულებელს. ცუდი ფაქტი ის არის, რომ ბაკალავრიატში მიღება არ გვაქვს. გვაქვს არჩევითი საგანი, 1 წლის კურსით, რომელსაც შემდეგ უკვე ითხოვენ სტუდენტები, რომ გაგრძელდეს დამატებით და გვაქვს მაგისტრატურის სრული კურსი და ასევე დოქტორანტურის სრული კურსი. ალბათ ოდესმე მივახცევთ მაგასაც, რომ მიღება ერთი ადამიანის მიღება მაინც რომ ბაკალავრიატში დაიშვას, ეს იქნება ძალიან ძალიან კარგი. გავაგრძელოთ ქალბატონ ეთერზე საუბარი, რადგან საქართველოში საორგანო მუსიკა პირველ რიგში ქალბატონ ეთერთან არის დაკავშირებული. მან საიდან დაიწყო და შემდეგ აი ფაქტობრივად მართლა ეპოქა შექმნა. ქალბატონი ეთერი პირველი ორგანისტია, ქართველი ქალი, რომელმაც თქვით ვახსენეთ კიდეც, რომ მისი მეშვეობით მოხდა ჩვენი ინსტრუმენტის ინსტალაცია. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში და ფორტეპიანოს კურსის დასრულების შემდეგ მოხდა პროფესორ როიზმანის კლასში, სადაც დაიწყო ინტენსიური სწავლება ორგანზე, გამოიჩინა დიდი ინტერესი, უნარები, გასაოცარი უნარები იმ თაობას შორის და იქვე იქცა ძალიან ძალიან საინტერესო შემსრულებლად. შემდეგ უკვე სწავლის დასრულების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. ბევრი არქივში არის ბევრი ფოტო, რომელიც ჩუბინაშვილის ცენტრში წავიღეთ ქალბატონ ეთერის გარდაცვალების შემდეგ, ხელოვნების ცენტრი, ასე ვქვიათ, ვარცდები. და აი ეს ფოტოები როგორ მოხდა ჩვენი ინსტრუმენტის ინსტალაცია, გვაქვს ისტორიული ფანტასტიკური მასალა, როგორ ჩამოვიდნენ, როგორ მოაქვთ ეს მილები სათითაოდ აიწეღან, რომ ვთქვით, რომ და ძალიან ძალიან საინტერესო პროცესი იყო, ჩართული იყო, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ხელისუფალნით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძვირი სიამოვნება იყო იმ დროს ამ ინსტრუმენტის ინსტალაცია და აი აქედან დაიწყო ჩართულობა. ასევე სტაჟირება გაიარა შეტელიხთან, ბელგიაში ჰქონდა პირადი ურთიერთობები საზღვარგარეთ, სადაც საკონცერტო მოღვაწეობას რაც შესაძლებელი იყო იმ საბჭოთა კავშირის დროს. მოახერხა და ძალიან წარმატებით. გასაოცარი რეცენზიები არსებობს, გასაოცარი რეზონანსი არსებობს ამ ყოველივესი. და რაც მთავარი არ უღალატა იმ კურსს, ევროპულ კურსს, რომელიც
მაშინ საბჭოთა კავშირის დროს მიუღებელი იყო. აი ერთ-ერთი ფაქტი ბიჭვინთაში გამოდიოდა კონცერტზე, სადაც მოწვეულები იყვნენ ცენტრალური ხელისუფლებიდან, საკავშირო მასშტაბის პირები და მასთან მივიდა მაშინდელი კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და უთხრა, რომ მე შენ მესიანის ნაწარმოებში არ უნდა დაასახელო სათაურები. მესიანი ვახსენოთ აქვე. ოლივე მესიანი, რომელიც იყო ძალიან რელიგიოზური ამ საორგანო მუსიკაში ვთქვათ, ხო, კომპოზიტორი და ამაღლება ერქვა იმ და ამაღლების ნაცვლად ჩვენო ვახსენებთო პიესა, ხო? ანუ აუკრძალეს სათაურის ხო? ხსენებაც კი, რადგან ეს ახალი აღთქმის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, არ დაემორჩილა და გავიდა და გამოაცხადა. და აი ეს პრინციპი ხო, აი ეს მარტო ამ ფაქტში არ გამოიხატება, ეს პრინციპი იყო ძალიან ეს არის მაგალითი, როგორ უდგებოდა საქმეს. ძალიან პრინციპული, აი ბიბლიაში ჩახედვა ფაქტობრივად, როცა ორგანზე მოხდი, როცა დავიწყე მეცადინეობა ქალბატონ ეთერთან, მაშინ დავიწყე, იმიტომ რომ აბსოლუტურ ბმაში ქონდა ბიბლიური ტექსტები, ინსტრუმენტულ. აი შენ თვითონ გადახვედი, მე უნდა მეთქვა ორგანისა და ბიბლიური ტექსტების რელიგიის კავშირი ამ ინსტრუმენტთან, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ამაზე საუბარი ალბათ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, როცა ტაძარში შევიდა ორგანი, როგორც ჩვენთან ღმერთთან სალაპარაკოა საგალობელი ხმა, ისე კათოლიკურ ტაძარში არის ორგანი, ხო? და შესაბამისად ეს ტექსტები, ქორალების ტექსტები, თარგმანები ამის გერმანული ენიდან, მაშინთან არ იყო ბევრი შესაძლებლობა. დიმიტრი თუმანიშვილი გვეხმარებოდა, თუმანიშვილების ოჯახი აქ ქიაჩელზე იყო, დიდი შაბასი იმ თარგმანებისა, რომელსაც ბატონი დიმიტრი თარგმნიდა, რაც არ მოგვეპოვებოდა, მოკლედ ითარგმნებოდა და დღეს გვაქვს ძალიან კარგი მასალა ქართულ ენაზე. ამ ქორალების, ორატორიების, კანტატების ტექსტების. ეს ხაზშორს მეც არ ვიცოდი და პირველად მესმის და რა მართლა გასაოცარია. რომელსაც ალბათ ჭირდება სამწუხაროდ აღარც ბატონი დიმიტრი, ალბათ ჭირდება რედაქტირება, სისტემატიზირება. გასაგებია, იმიტომ რომ ეს ხომ უბრალოდ ტექსტები არ არის, ეს არის კოდირება. ძალიან საინტერესო და ქართულ ენაზე მოგეხსენებათ, არც მუსიკალური ლიტერატურა გვაქვს, არც თარგმანები ბევრი და მე ვფიქრობ ერთ-ერთი კარგი მონაპოვარი ამ პერიოდის. ესე იგი არის საქმე სამეცნიერო გასაკეთებელი და ჭირდება ადამიანები ამისთვის. კი. ლია დაგეხმარებათ მეგობრებო, იცოდეთ? საიმედო ხელშია არის ჩართული დავით გაჯეჩილაძე, რომელიც ქალბატონ ეთერის უდიდესი მეგობარი მხარდამჭერი იყო და დათოსთანაც ვიცი, რომ ძალიან ბევრი მასალაა. ისე როგორც ჩემთან ქალბატონ ეთერის ბიბლიოთეკიდან. თქვენ უკვე უნდა გაზარდოთ მემკვიდრეები, რომლებთანაც ერთად ეხლა იმუშავებთ და მერე კიდე თქვენ გადააბარებთ ამ ყველაფერს. ვიცი რა, ფაქტობრივად ჩვენ ქალბატონ ეთერის კურსს ვაგრძელებთ. მე როგორც მისი მოსწავლე, იმ ხას მივყვები, რა ხასაც ძალიან მომწონს. იმიტომ რომ ინსტრუმენტულ მუსიკაში გაგება ზუსტად, აი ტექსტებიდან მოდის, ჩვენ გავდივართ ამას, სულ ჩართულები არიან ჩვენი სტუდენტები, ხო? შესაძლოა წამძღვრებული ქონდეს ქორალის რაღაც მინიშნება და მე შენ უნდა ეძიო რა ტექსტია. საიდან არის, რას ეძღვნება, როგორი ჟღერადობით უნდა დაუკრა, რა უნდა გამოხატო აფექტით. ძალიან ბევრი კომპლექსური კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. შექმნის პერიოდში ეს ალბათ უფრო ნათელი და მარტივი მისახვედრი, ან რაღაც ვიწრო წრეში ალბათ გაგებული იყო, რომ ეს მინაწერი ზუსტად იცოდნენ, რასაც ნიშნავს. ბუნებრივია და ახლა ჩვენ უკვე საკვლევი გვაქვს. რა თქმა უნდა. და თუნდაც ბახთან ის, რომ აი ძალიან მინიმალური მინიშნებები დაგვიტოვა, ხო, აი შეიძლება რომ უბრალოდ ჟღერადობას ეხებოდეს, ხო, პატარა მინიშნება, ფორტე ან პიანო. დანარჩენი აბსოლუტური თავისუფლება
მოგცა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ იყო ძალიან დიდი ქრისტიანი კომპოზიტორი, სადაც ბოლოში ყველა ნაწარმოებს უწერდა რომ სოლიდეო გლორია, ხო? მარტო ღმერთს დიდება. ეს თავისი ინიციალები რამდენიმე ის ქონდა, ხო? ყველაფერი ეძღვნებოდა ღმერთს და აი ამის უფლის დიდებას და სიმბოლიკასთან უდიდეს კავშირშია. ბერძნებთან, რა თქმა უნდა, ეს ბაროკოს ეპოქა, ბერძნების სწავლებებთან. ხო დაბრუნდნენ ეს ყველანი და ბახის ბიბლიოთეკაში იყო უამრავი ლიტერატურა ამ სიმბოლიკის შესახებ, რომელიც გიხსნის აბსოლუტურად სხვა კარს მისი მუსიკის შესაცნობად. და აი ყოველივე ამას მხოლოდ რელიგიური, ესე იგი, კიდევ უფრო ღრმა ფესვები აქვს იმ სიმბოლიზმს, რაც ბახის მუსიკაში. სიმბოლიზმს, მაგრამ ბახთან მოხდა ის, რომ ყველაფერი დაუკავშირა მაინც ქრისტეს და ციფრული სიმბოლიკიდან დაწყებული ჟღერადობები, კოდირება, იმ ტონალური აფექტები, ყველაფერი იყო მაინც ემსახურებოდა იმას, რომ სადიდებელი ყოფილიყო უკეთ სადიდებელი ღმერთისა. ბახის მუსიკას და ალბათ ცალკე გადაცემა სჭირდება, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იოჰან სებასტიან ბახი ალბათ ყველაზე ნაცნობი კომპოზიტორი იქნება საორღანო მუსიკასთან დაკავშირებით. სხვა კომპოზიტორებიც ჩამოგვითვალელია და თუ ვინმეს ინტერესი ექნება, შეუძლია მოიძიოს ინტერნეტში და გაეცნოს თავისი. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ცუდი რაღაცა თქვა. არა, ცუდი არა. ცირა სტუდენტებიც მოდიან და პირველად ესმით ის დიდი გვარები, რომელიც იგივე ამ გაცვლითი პროგრამით რომ მიდიან, იქ ელემენტარული დახვდებათ იქ რეპერტუარში, ხო? საორგანო რეპერტუარში. არა მარტო აი ბუქსტეჰუდე მაგალითად ძალიან ცუდად იცნობ ბახის შემდეგ ხო ბახი რომელიც თაყვანს სცემდა ბუქსტეჰუდეს ჩვენ მქონდა მუსიკის ლიტერატურაში მე ვამბობ რეპერტუარში რეპერტუარში გვაქვს ძალიან ნაკლებად სკოლებად არის უამრავი ამიტომ ჯობს რომ მე გასვლები ცალკე გავაკეთოთ ამ სკოლებში და მიუძღვნათ ამ უცნობ კომპოზიტორებს ჩვენთვის უცნობ კომპოზიტორებს რომელთა სახელიც რა თქმა უნდა ყველა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენ სწავლობთ აქ 1520 წლიდან დაწყებული 1760 წლამდე აი ეს პერიოდია ნიდერლანდურ იტალიურ სკოლას გერმანულ სკოლას ფრანგულ სკოლას აი ამ 4 სკოლას ძირეულად გავდივართ თავისი კომპოზიტორები. თანამედროვე კომპოზიტორები როგორ მუშაობენ ამ ინსტრუმენტთან და თუ არის ახლა ინტერესი და რა ტიპის მუსიკა იქნება ახლა ორღანისტვის ალბათ რაღაც უფრო საინტერესო და რაღაც მრავალფეროვანი რა თქმა უნდა აქ რელიგიას ცდება მათი რელიგიას ცდება ჟღერადობითაც უკვე ფაქტობრივად მთელი ისტორია აქვს ინსტრუმენტს გამოვლილი და პალიტრა ბგერის პალიტრა არის ძალიან დიდი, ძალიან ბევრი ტექნიკური შესაძლებლობებით. ვერ ვიტყვი რომ ბევრი კარგი მუსიკა იწერება სამწუხაროდ. თუმცა არიან ძალიან გამორჩეული აი ჟანგიუს ნაწარმოები მიდევს კი, ჩემს მასწავლებლად ვთვლი მას ალენი ვთქვათ აი გორდონ იანგი დევს ესეც თანამედროვეა ხო მესიანიდან დაწყებული ძალიან საინტერესო რაკურსით განვითარდა საორღანო ეს საკომპოზიციო ხაზი და ჩემთვის თითოეული შექმნილი თითოეული ექსპერიმენტი აი ქართველი კომპოზიტორებიც წერენ ხო ეკა ჭაბაშვილს აქვს მაგალითად გარდა იმისა ნოდარ გაბუნიას თაქთაქიშვილს მეშინი არ გამორჩეს ნოდარ მამისაშვილს ალექსანდრე შავერძაშვილს გვაქვს დიდი ბიბლიოთეკაში ხო დიდი ნაწილი სადაც შექმნილია ასევე თანამედროვე კომპოზიტორების აი ირაკლი ცინცაძეს აქვს პრელუდიები ჩვენს რეალობაში ხო რომ სტუდენტებსაც აქვთ მცდელობა მოაქვთ და პატარა კორექტირება გჭირდება ხოლმე იმიტომ რომ ნინო ჯანჯღავას ასე ძალიან საინტერესო ნაწარმოები აქვს მეშინი არ გამომრჩეს მოკლედ
და ძირითადად სტუდენტები როცა მოაქვთ ჩემი რჩევა ხოლმე რომ ჯერ დაესწრონ გაკვეთილებს, რომ გაიგონ ინსტრუმენტის სპეციფიკა და შემდეგ დაიწეროს ნაწარმოები, იმიტომ რომ ზოგჯერ არის მაგალითად ტესიტურული აცდენები კი. ან პედლის ისეთი გაწერა, რომელიც უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელია. ხო, აი ეს ტექნიკური შესრულების მახასიათებელს კარგად უნდა იცნობდეს კომპოზიტორი, რომ კარგი მუსიკა შექმნას. ლია, მოგვიყევი ქალბატონ ეთერზე როგორც პედაგოგზე, აი და თქვენი ურთიერთობის შესახებ, ეს ძალიან საინტერესოა. მართლა ძალიან საინტერესო პერსონა იყო, ძალიან დიდი, ამოუცნობი და როგორც ვით ხელოვანებს შეჩვევიათ თავისი უცნაური გამოვლინებებით, ბავშვური ხასიათი ქონდა. თავისებური მკაცრი ხასიათი, ბავშვური გულუბრყვილობა ამასთანავე ამ სიძლიერის მიმართ და სისუფთავე, რომელიც მისთვის მატერიალური არაფერი არ არსებობდა. არაფერი. მთავარი იყო რომ ქონოდა საშუალება ემეცადინა ინსტრუმენტთან და ყოფილიყო ღმერთის მუსიკასთან. ღმერთის მუსიკასთან რა საინტერესო ფრაზა თქვი. ეს თვითონ ამბობდა ასე თუ შენ დაახასიათე? ალბათ ხო, აი ეს მთელი სკოლა ღმერთის მუსიკას ემსახურება. და როგორც პედაგოგი იყო მკაცრესი. ძალიან ბევრ სტუდენტს გამოუვლია მის ხელში და მეთანხმებიან. და ვერ გაუძლეს. ზოგმა გაუძლო, ზოგმა ვერ გაუძლო. ერთადერთი სულ კითხვა ხოლმე რომ აი ამდენი წელი ჩვენ ერთად ვიყავით 27 წლის განმავლობაში, როგორც მოსწავლე და მე როგორც ასისტენტი მის კონცერტებზეც და აი ძალიან საინტერესო და დიდი ურთიერთობის ისტორია გვაქვს და იყო რა მასწავლა, რა მოიტანა ამ ურთიერთობამ. ის რომ უნდა იყო თავდადებული, უნდა იყო პრინციპული შენი საქმის მიმართ. ყველაფერი უნდა გადადოდა, უნდა იყო აბსოლუტურ მუსიკაში. მე რამდენად ვასრულებ, რა თქმა უნდა, ვერ ვასრულებ ამას. პუნქტუალობა, აი როცა გვიბარებდა ვთქვათ დილის 9 საათზე, მე უნდა ყოფილიყავი 9-ს რომ აკლდა 10 წუთი ზუსტად. არც 9 წუთი რომ აკლდა, არც 11. უნდა აი აქ დაკორის დროს არ ვიცი როგორ გრძნობდა, საათი კი ედო ხოლმე, მაგრამ როგორ გრძნობდა, უკან უცებ დამიძახებდა ხოლმე, ლიკუნა, აქ ხარ? და მე უნდა მეპასუხა იქ დარბაზიდან და მე ამოვდიოდი და ეს 10 წუთი იყო მომზადების და უკვე გაკვეთილის. აი თუ მე 1 წუთს მაინც დავაგვიანებდი გაკვეთილიდან, უბრალოდ არ შედგებოდა გაკვეთილი, მიშვებდა უკან. 1 წუთი მუსიკაში რო დააგვიანო, არაფერი არ გამოვა, ხო? არაფერი არ გამოვა, ხო? აი ესე თითოეულ ძვირფას წუთს სცემდა უდიდეს პატივს და მოითხოვდა ყველასგან. ეს არ იყო მხოლოდ ჩემს მიმართ, ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს უკვე ხალისუფთ ამაზე, ბევრი სტუდენტის მიმართ დაუსრულებელი, ვინ როგორი ისტორიით წავიდა, გავიდა კლასიდან, ხო? დაუსრულებელია, მაგრამ გაძლებადი იყო. მე მივხვდი რომ უბრალოდ აი ეს ელემენტარულს თუ დაიცავდი წინ უდიდეს სამყაროს გიხსნიდა მუსიკაში და ნუ ვცდილობდი რომ რაღაც ყოფილიყავი იმ რეჟიმში ამდენი წლის განმავლობაში. ბავშვი ვიწყინდა, მე უკვე მეგობრულ ურთიერთობაში გადავედით და აი ბავშვი ვიწყინდა თუ რაღაც ისე არ იქნებოდა როგორც მას უნდოდა. და როგორც პედაგოგი ძალიან ბევრ დროს უთმობდა თვითონ მეცადინებას, იმიტომ რომ იყო ბოლომდე აქტიური. ბოლო კონცერტი 78 წლის ასაკში მე მგონი ის ჩანაწერი რომ არსებობს. არ მინდა შემეშალოს, ხო? თუ 74. სადღაც აი 75 წლის მიდამოებში. დიდი პროგრამა დაუკრა, ძალიან დიდი და ერთადერთი ჩანაწერიც არსებობს ამის.
და თლიანად ორიენტირებული იყო როგორც შემსრულებელი, ჩემთვის იყო უდიდესი მაგალითი, რომ იყო მასწავლებელი, რომელიც უკრავდა, რომელსაც შეეძლო ყოველთვის ეჩვენებინა მაგალითი. მე მქონდა ბედნიერება მასთან თითო განყოფილებას რომ უკრავდით, აი ტრიო სონატების მე დღეს მიკვერს როგორ დაუკარით ეს ამხელა პროგრამა, ხო? ერთი განყოფილება მისი და პრელუდები და ფუგები იყო და მე ტრიო სონატები დაუკარი. მე უკვე აი რაღაც რომ გექცევა ისე თითქოს კოლეგა ხარ და ეს დამოკიდებულებაც იყო ძალიან ძალიან საინტერესო და ძალიან მოცულობითი, სულ სწავლება იყო, სულ რაღაცა ახალს გასწავლიდა და აკადემიურობა სულ. რომ აი არ უნდა გაცდენოდა მაინც ეს ყველაფერი მაღალ პროფესიონალის, მაღალი ხარისხის საშემსრულებლო პრაქტიკას და აი ეს ახასიათებდა ყველაფერი. დათოსთან ერთად ჩვენ სულ ნუსხა აღვრიცხეთ სულ თითოეული წიგნი, თითოეული ნოტი რა ქონდა მის ბიბლიოთეკაში, თითოეული აფიშა, აფიშები, წიგნები, ყველაფერი მოვაწესრიგეთ და წავიდა იმ ჩობინაშვილის სახელობის ცენტრში. სანოტო მთელი ბიბლიოთეკა ეს უდიდესი საჩუქარი მითხრა რომ ჩემთან უნდა ყოფილიყო და დირიჟორობდა და ბოლო საათები იყო და მე ვთხარი რომ ეს მეოთხე კანტატიდან ვიცანი რასაც დირიჟორობდა მე ვთხარი რომ ეს მეოთხე კანტატიდან ასრულებთ თქო რომ ხო რაღაც ამონარიდი იყო და გაეცინა. ბოლომდე იყო მუსიკაში, სულ ღმერთთან. სულ ბახთან იყო ბოლომდე. ბახის ქორალებზე საუბრობდა, აი ბოლომდე მე მახსოვს. მე ვთვლი რომ ალბათ მაინც ეს ამ სამყაროში სიკვდილის ზღვარი მისთვის ამდენად არ არსებობდა. ნახე, ერთს გეტყვი, ბოდიში ჩაგიჭერი. ჩვენ გვაქვს აქ რეგისტრი ციმბელი მიქსტურა, რომელიც სიხარულს გამოხატავს და ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე ამას და კიდევ გავიმეორებ. დიდი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ტრაგიკული შინაარსის ქორალს, რასაც ასრულებდა და რომ ვიცოდი რა ტექსტზე იყო, ასრულებდა ამ რეგისტრით, სიხარულის რეგისტრი. სადაც იყო მთელი მე არავინ დავრჩა უფალო, ფსალმურიდან იყო ძალიან ძალიან ტრაგიკული, სასოწარკვეთილი ტექსტი და უკრავდა ამ სიხარულის რეგისტრზე. და პირველი თავიდან მე ვთქვი რომ ალბათ მომეჩვენა რაღაც ალბათ სხვა პრინციპი. მეორედაც რომ შეასრულა, მე ვკითხე რომ რატომ არის ესე საზეიმოდ რატომ ჟღერს ეს ტრაგიზმი. და მაშინ მითხრა რომ აი ქრისტიანისთვის გარდაცვალება არის ღმერთთან მიახლოების ყველაზე დიდი სიხარული. და მე აი ეს გასაღები ამ ყველაფერთან ხო გააზრება ცოტა ფილოსოფიური, ცოტა რელიგიური გვეხმარება ამ ყველაფრის გაჟღერებაში. და აი ასეთი მიდგომა ქონდა. მიიცოლა ძალიან ძალიან ბედნიერი. ძალიან ბედნიერი. ცხოვრების ბოლოსაც სიხარულით გავიდა. გადავიდა სამყაროში. ლია, მე მგონი მუსიკის დრო დადგა. რაღაც გექნება მომზადებული ჩვენთვის საოცარი ჟღერადობით. იცი რა, აი ანგის ერთ-ერთი ის არის პრელუდია. რომელსაც ამ საზეიმო ნოტაზე დავამთავროთ მაშინ, ხო?